ეს ოლივია. მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ არ უნახავს გარე სამყარო, მას უკვე საოცარი გზა აქვს გავლილი. ეს არის სიცოცხლის დაწყების მომენტი. ახალი ადამიანი მოევლინა ქვეყანას. განაყოფიერებისთანავე უკვე განსაზღვრულია მისი სქესი, ეთნიკური წარმომავლობა, თმის ფერი, თვალის ფერი და უამრავი სხვა თვისება. განაყოფიერებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ის საშვილოსნოში ინერგება. მისი უჯრედები კი ერთიანდება იმათ, რასაც ჩვენ ემბრიონს უწოდებთ. 3 კვირისა და 1 დღის ასაკში განაყოფიერებიდან სულ რაღაც 22 დღეში უკვე შესაძლებელია ოლივიას გულისცემის დაფიქსირება. ოთხი კვირისთვის ჩნდება ხელებისა და ფეხების კვირტები. ხოლო 5-დან 6 კვირამდე ის იწყებს მოძრაობას, როგორც სპონტანურს, ისე რეფლექსურს. 6 კვირის ასაკში უკვე შესაძლებელია მისი ტვინის აქტივობის ჩაწერა და იწყება ძვლების ფორმირება. 7.5 კვირისთვის მას შეუძლია ხელების ერთმანეთთან მიტანა. ჩნდება განსალკევებული თითები ხელებსა და ფეხებზე და მას სლოკინიც კი შეუძლია. 9 კვირის დასაწყისისთვის ოლივია ერთი უჯრედიდან თითქმის 1 მილიარდ უჯრედამდე გაიზრდება და მას უკვე ნაყოფს, ფეტუსს უწოდებენ. მას შეუძლია ცერათითის წოვა, კლაპვა, საგნის ჩაჭიდება, სახეზე შეხება, უხრა და გაზმორვა. 11 კვირის ასაკში ის საშვილოსნოში თამაშობს და იკვლევს გარემოს. 12 კვირისთვის მისი გემოვნების რეცეპტორები უკვე მომწიფებულია. დედა ოლივიას მოძრაობას პირველად 14-დან 18 კვირამდე იგრძნობს. ამ მოვლენას გაცოცხლებას, quickening უწოდებენ. 18 კვირიდან ულტრაბგერითი კვლევა აჩვენებს მეტყველების მსგავს მოძრაობებს მის ხორხში. დაახლოებით 20 კვირის ასაკში, სათანადო დახმარებით, ჩვილები უკვე ახერხებენ საშვილოსნოს გარეთ გადარჩენას. 27 კვირისთვის მისი თვალები რეაგირებს შუქზე. მას შეუძლია მშობლების ხმის ამოცნობა და იმახსოვრებს იავნანებსა და ისტორიებსაც კი. ამ ბოლო 9 თვის განმავლობაში ოლივიამ საოცარი გზა გაიარა. ის მალე მისცემს ნიშანს დედას, რომ დაბადების დროა და მიესალმება გარე სამყაროს.